წელის ტკივილის ხშირი მიზეზი ზრდასრულ ასაკში, კერძოდ 50 წლის ზევით, არ არის მარტო მალთაშორისი დისკის თიაქარი, არამედ სხვა თავმოყრილი პრობლემები ხერხემალში, რომელიც თავს იჩენს ასაკის მატებასთან ერთად. ეს არის ხერხემლის არხის სტენოზი, ანუ არხის შევიწროება, რა დროსაც პაციენტს აწუხებს ძლიერი ტკივილი და წვის შეგრძნება წელის დუნდულოების და ქვემოკიდურის არეში, რომელიც ძლიერდება მოძრაობისას და ამ დროს თუ პაციენტმა სიარულის პერიოდში არ შეისვენა, ის ვერ აგრძელებს გზას. მიზეზი ხერხემლის არხის სტენოზისა არის ანთებით დეგენერაციული ცვლილებები, ხერხემლის სახსრების, ანუ ფასიეტების და ასევე მალების. რა დროსაც შუპდება ირგვლივმდებარე ქსოვილები, ვიწროვდება ხერხემლის არხი, იჭყლიტება ნერვი და იზრდება წნევა ხერხემლის არხში. მკურნალობა ძალიან კარგ შედეგს იძლევა საამკურნალო ფიზიოპროცედურები, კერძოდ მაგნიტოთერაპია, ულტრაბგერითი თერაპია, ტეკაროთერაპია და ელექტრომაგნიტური თერაპია. ხოლო რაც შეეხება ელექტროფორის კარიპაზიმით, აღნიშნულ სიტუაციაში ის არაეფექტურია და ის წარმოადგენს სუსტ მანიპულაციას.